გაიხსნა ბულკატაქსის ახალი ხაზი. ტაქსები გადიან სმარტის მიმდებარე ტერიტორიიდან თბილისში სადგურ ოკრიბას მიმართულებით. ტაქსები მოძრაობენ დილის 7 საათიდან საღამოს 7 საათამდე. გზავრობის ღირებულება 3 ლარი, ტელეფონი 0357 22 21 22. საქართველოში აქამდე წარმოუდგენელი ვაჭრობა სახლიდან გაუცვლელად. სოფლიო ბაზარზე თანხების გამომუშავება. შვეიცარიულ დუკასკოპი ბანკის ოფიციალური პარტნიორის და წარმომადგენლის საქართველოში HT Forex-ის მეშვეობით. HT Forex-ი ატარებს სრულიად უფასო ტრენინგებს, სადაც შეისწავლება ის, თუ როგორ შეიძლება მსოფლიო ბაზარზე თანხების გამომუშავება და ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ეს. მნიშვნელობა არ აქვს ასაკს, პროფესიას და ადგილმდებარეობას. HT Forex-ი, იყავი გონიერი, შემოგვიერთდი. გამარჯობა. მე კენ უოლში ვარ, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი საქართველოში. ჩვენი საბაკალავრო პროგრამები ტექნოლოგიებსა და ინჟინერიაში უკვე ხელმისაწვდომია საქართველოს 3 სახელმწიფო უნივერსიტეტში. მიიღე ამერიკული განათლება და დიპლომი საქართველოში. საქართველოს ბანკი აცხადებს ვაკანსიას მარნეულში საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე. ვაკანსიის დეტალური აღწერა გთხოვთ იხილოთ ვებგვერდზე jobs.box.g. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტის მისამართზე რეგიონ jobs აღლუკა box.g. ან დატოვოთ შემდეგ მისამართზე მარნეული რუსთაველის ქუჩა ნომერი 65 2015 წლის 23 მარტის ჩათვლით გისურვებთ წარმატებას. კავკასიური ციყვი ძუძუმწოვართა ოჯახს და მღრღნელთა რიგს მიეკუთვნება. ციყვი წიწვოვან და ფოთლოვან ტყეში ცხოვრობს. საკმაოდ მსუნაგია და იკვებება გირჩით და აზა! გასაღები მომეცი და სახში დამჩარაღარ. ჩქარა მაგვიანდება. უპრეცედენტო შემოთავაზება მაკროკონსტრაქშენისაგან. შეიძინე ბინა პირველადი შენატანის გარეშე. დაფარე ღირებულების 50% ჩაბარების შემდეგ, ან მიიღე დამატებით 10%-იანი ფასდაკლება ერთიანი გადახდის შემთხვევაში. იჩქარე საუკეთესო შემოთავაზებები ყოველთვის შეზღუდულია. მარნეულის სარაიონთა შორისო საავადმყოფოში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ჩვენთან საავადმყოფოს პაციენტები საუბრობენ. მათი თქმით, საავადმყოფოში არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და დანიშნულების ადგილამდე მისვლა ძალიან უჭირთ. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში დიალიზის საჭიროების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის პაციენტები არიან, რომელთა აყვანაც ზემო სართულებზე ლიფტის უქონლობის გამო სანიტრებსა და პაციენტის ოჯახის წევრებს უწევთ. ეს არ არის ერთადერთი პრობლემა, რაც საავადმყოფოში არსებობს. პაციენტები შენობაში არსებულ ანტისანიტარიასაც უჩივიან, თუმცა ეს პრობლემა მეორეხარისხოვნად მიაჩნიათ. როგორც შპს მადიმედის ხელმძღვანელი აცხადებს, მათ ხშირად პრობლემების მოგვარება საკუთარი სახსრებით უწევთ. ეს პანდუსები შარშან გავაკეთეთ რა. როდესაც უკვე იმდენად მომრავლდა პაციენტები, რომლებსაც გადაადგილების უნარი არ აქვთ დამოუკიდებლად, გავაკეთეთ ამის შემდგომის პანდუსი. ჩვენი ხარჯებით გავაკეთეთ ყველაფერი. არა მარტო ესა რა, იგივე რემონტი, იგივე წყალი, კანალიზაცია, რომელიც აბსოლუტურად არ მუშაობდა, ჩვენი ხარჯებით გავაკეთეთ ყველაფერი. холод არის მათი კედლები და ამ კედლებში, წარია კედლებში ვიხდით ფულს. მე ვარ ბოლნისის რაიონიდან, ჩემს ვაჟს დიალიზი ესაჭიროება. აქ დიალიზი მეორე სართულზე კეთდება. უკვე მეორე წელია აქ დამყავს. თვეში რამდენჯერმეც მიწევს მოსვლა. ძალიან ცუდი პირობებია. ანტისანიტარიის გარდა არ მუშაობს არც ლიფტი. ისეთი სიბინძურია, შენობა ძაღლებითაა სავსე. 25 წლის ბიჭი 2 წლის განმავლობაში მეორე სართულზე ზურგით ამყავს.
მსგავს სიტუაციაში არიან სხვა პაციენტებიც. აქ მოდიან მოხუცები, ახალგაზრდებიც, რომლებსაც სიარული არ შეუძლიათ. ყველა ზურგით აჰყავთ. საავადმყოფოს დირექციას ვთხოვთ ყველაზე მთავარი პრობლემა ლიფტის საკითხი მოგვიგვაროს. აქ რომ ჩამოვედი თვალშისაცემი ის არის რომ აი ეს ჩვენი ადამიანები, ექიმები, ექთნები და დამლაგებლები ესე იგი ენთუზიაზმზე მუშაობენ. მე დარწმუნებული ვარ რომ ეს დიალიზის ცენტრი აქ რომ არ ფუნქციონირებდეს აქამდე ეს შენობა ეს მონუმენტური აი კაპიტალური შენობა თლად განადგურებული იქნებოდა. ეს ხალხი მებრალება თვითონ ეს აი დამლაგებლებიც მებრალებიან ყოველდღიურად რომ აი პაციენტებს რომლებსაც თვითონ არ შეუძლიათ სიარული აი მათი ჩაყვანა ამოყვანით. რა გახდა ისეთი ამდენი მილიონები დაატრიალეს რა გახდა ისეთი რომ შეექმნათ ისეთი პირობები რომ აი გეტყვით რომ აი დილას რომ უცქიროთ ამ საწუდავი ხალხის სამოსვლა და ამოყვანა მე გეტყოდით რომ არ გავაზვიადე მაგრამ ეს არის ჯოჯოხეთის გენიალური სურათი. თუ გინდათ ხალხო ნახოთ ადამიანები როგორ ეწამებიან აი რომლებსაც სიარული არ შეუძლიათ ამ კიბეებზე უბედურად წვალებით და ეს ჩვენი დამლაგებლები თანამშრომლები ექთნები ხან ერთ სამოიყვანენ ხან მეორე სამოიყვანენ იგივე ჩაყვანა. მე ვიტყოდი რომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს სადაც ჯერ არის და ვისაც ეს იგების და უნდა მოხედონ ამ ტერიტორიასაც ამ საავადმყოფოსაც. რა პრობლემა და კიბეებზე ვერ დავდივარ ვერა კავიასკის გარეშე ასე მიზრია სიარული. ლიფტი თავარი ლიფტი გაგვიკეთონ ლიფტი და როცა ლიფტი იქნება ხალხს ვაწუხებთ ჩაგვიყვანოს ამოგვიყვანოს სადა გვაქვს ამდენი საშუალებები. შეგახსენებთ რომ მარნეულის სარაიონთაშორისო საავადმყოფო სახელმწიფომ 2012 წელს გაასხვისა. გასხვისებამდე 1 წლით ადრე მარნეულში ჯეო ჰოსპიტალის ახალი საავადმყოფო აშენდა. შესაბამისად ძველმა ფუნქციონირება შეწყვიტა. თუმცა წლების განმავლობაში სარაიონთაშორისო საავადმყოფოს შენობაში სხვადასხვა განყოფილებების აღდგენა ეტაპობრივად მოხდა. როგორც ერთ-ერთი განყოფილების დირექტორი აღნიშნავს, საავადმყოფოს ბედი ჯერჯერობით კვლავ უცნობია და საქმე განსახილველად ისევ პროკურატურაში დევს. მანამდე კი მათ საშინელ პირობებში მუშაობა უწევთ. პაციენტები ითხოვენ სანამ შემოვლენ ჩვენს განყოფილებაში, ჩვენს საიჯარო ფარჩი, მანამდე იყოს ნორმალური პირობები, რომ მოსასვლელი იყოს, მანქანითაც ვერ შემოდიან, ნახეთ ალბათ როგორი იამები არის, რომელიც ერთ-ერთმა ჩვენმა პაციენტმა ამოავსო 3-ჯერ 4-ჯერ ხრეში მოიტანა თავისი მანქანით და დააგო, ნუ შემდეგ მოვლელობის გამო ისევ ამ დღეში ჩავარდა. გარდა ამისა არის მოგეხსენებათ ეს შენობა თითქმის როგორც მიტოვებული არის რა. და შესაბამისად სართულები რომელიც დატვირთული არ არის და სულ დატვირთულია 2 სართული და მესამე ნაწილი დანარჩენი სართულები არის მტვერის და ნაგვის ბუდე ასევე სარდაფი ასევე ეზო რომელიც შემოღობილი არ არის და არის ცხოველების საძოვრად გადაქცეული. ჩვენი მხრიდან ჩვენ დავამატეთ 3 სანიტარი დავამატეთ, იძულებული გავხდით დაგვემატებინა და ხელფასუხდით, რომ უზრუნველყო პაციენტების ჩვენამდე მოყვანა. ეს ყველაფერი დიდი ხანია საქმის კურსში არის ამ საავადმყოფოს მესაკუთრეები, ამის შესახებ ჩვენ არაერთი წერილი მივწერეთ, მაგრამ არანაირი პასუხი არ მიგვიღია, არ წერილობით, არც ზეპირით. მე მგონი საერთოდ არ აპირებენ ურთიერთობას და ჩვენ ზუსტად ამიტომ შევიტანეთ სასამართლოში სარჩელი მათ წინააღმდეგ. საავადმყოფოს დირექტორისთვის ყველა ზემოჩამოთვლილი პრობლემა ცნობილია და ამბობს, რომ აღნიშნული პრობლემები ახალი მფლობელის მოსვლის შემდეგ მოგვარდება. ზაზა ქამუშაძის თქმით, ამ საკითხებზე მუშაობა სავარაუდოდ თვის ბოლოდან დაიწყება. ლიფტი უკვე საკმაოდ კარგი ხანია არ მუშაობს. ამჟამად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები თვითონ საავადმყოფოში, ჩვენ დამოკიდებული ვართ თვითონ ინვესტორზე, რამდენადაც მოხდება დროულად ჩარიცხოთ. ახლა რამდენიმე წელი შევატყობინეთ, რომ ლიფტი არ მუშაობს. პასუხი იყო ესეთი, რომ აუცილებლად უნდა გააკეთონ ახალი ლიფტი, ნუ გარკვეული დრო ჭირდება თამაშს. რაც შეეხება
თვითონ სამართლოს სამწუხაროდ დღეს არის როგორი სიტუაცია. თვითონ სამართლოს ტერიტორია იყო შემოღობილი. ის ფაქტი, რომ ქალაქში თვითონ ქალაქში ძროხები დადიან, არის ძალიან ცუდი. რამდენი მარნეულის ტერიტორიაზე შემოდის ძროხა ჩემს დაცვა, რომელიც გარეკანს გააგზავნა სამართლოს. ალბათ სასურველი იქნება თვითონ მარნეულის ქალაქში აიგზავნოს, თვითონ ქალაქის მოსახლეობას ყავს. პირუტყვი ქალაქის მოსახლეობას გამოყავს. ახალი ინვესტორის შემოსვლას ველოდებით ჩვენ ალბათ თვის ბოლოსკენ. ყველაფერი აბსოლუტურად რას პრობლემებია დაგროვებული სამართლოში პრობლემები ჩამოწერილია და ჩვენ გადავეცით ინვესტორებს. რჩება პრობლემები, რომლის გადაწყვეტასაც ჭირდება სახსრები და დრო. ჩვენ ველოდებით, სადაც თვის ბოლოს უნდა ჩამოგზავნდნენ ეგ საკითხები ყველაფერი ჩამოწერილი გვაქვს, რაც შეეხება ლიფტებს, რაც შეეხება გზას შემოსასვლელს, რომელიც უნდა გაკეთდეს, რაც შეეხება თვითონ სამონტაჟოს შემოღებას და თვითონ რაც შეეხება ნაგვის საკითხს და შესაძლებელი დაგვარებს ხესტობით ვაგორებთ, მაგრამ ეგ საკითხი დღის წესრიგში დგას და ალბათ თვის ბოლომდე დაიწყება ამ საკითხების მოგვარება. პაციენტები პრობლემების მოგვარებას და თავიანთი მდგომარეობის შემსუბუქებას მოუთმენლად ელოდებიან. მარნეულის სასაკლაოს ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის წარმომადგენლებთან ერთად ესტუმრნენ და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი შენობა დაათვალიერეს. ასევე დააკვირდნენ პირუტყვის დაკვლის ყველა პროცედურას. მირანგულა ლიპარტელიანის თქმით, აღნიშნული სასაკლაო სრულად აკმაყოფილებს საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას და მასში დანერგილია ჰასპისა და ISO სტანდარტები. დელეგაციის სტუმრობა შეაფასა თავად შეპესა ლაშარელას გენერალურმა დირექტორმაც. ეს ყოველდღიურად ხდება ჩვენთან, როგორც წესი, ეს ჩვენი სტუმრები არიან საზღვარგარეთიდან, ხალხი, რომელსაც აინტერესებს როგორ იკვლება და ეს ძალიან დელეგაციას გეუღურებ რამდენი ადამიანია. და ჩვენ რომ ამბობთ, რომ ჩვენ ვართ საქართველოში პირველები, ეს უკვე ამას მოწმობს. ეს როგორც თქვენ ხედავთ, სტუმრად აყავს მარნეულის ცხოველთა სასაკლაოზე მსოფლიო ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც აკვირდებიან პროცესს, თუ როგორ მიმდინარეობს სასაკლაოზე ცხოველის დაკლის პროცედურები. ეს სასაკლაო, სადაც ვიყოფებით, საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას სრულად აკმაყოფილებს და შესაბამისად სასაკლაოში არის დანერგილი ISO-სა და HACCP-ის სტანდარტები. მარტს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაციების კონსორციუმის ორქისის მწვანეთა მოძრაობისა და ეკოხედვის ერთობლივი პროექტის დავასუფთავოთ საქართველო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესებში ფარგლებში სტუდენტებთან არასამთავრობო სექტორთან და დაინტერესებულ მოქალაქეებთან დისკუსია გაიმართა. პროექტის ფარგლებში საუბარი იყო საქართველოს კანონის ნარჩენების მართვის კოდექსის გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემების ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების რეგიონში ჩატარებული კვლევის შედეგებისა და თანამშრომლობის საკითხებზე. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით და მისი მიზანია ნარჩენების მართვის პროცესებში საზოგადოებრივი ჩართულობის გაუმჯობესება. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ახლა უკვე ახალი კანონი შემოვიდა 2015 წლის 15 იანვრიდან. ამ კანონს თავისი პასუხისმგებლობები მოყვა როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობისთვის და ყველა უნდა იყოს ამაში ჩართული და ჩვენ ვემსახურებით იმას, რომ ინფორმაცია რაც შეიძლება, მეორე წელია უკვე მიდის, რაც შეიძლება მეტად იყოს ხელმისაწვდომი ყველა დონისთვის დაწყებული მოსახლეობისგან და ბავშვების ჩართულობით, სტუდენტების ჩართულობით და ჩვენი კონკრეტული ორგანიზაცია მუშაობს ადგილობრივ თვითმმართველობასთან და მასთან მსჯელობით და დიალოგით ხდება ინფორმაციის მიწოდება, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და რით შეიძლება დავიწყოთ და როგორ უნდა მივაღწიოთ ყველა იმ ვალდებულებას, რაც ქვეყანასაა აღებული ნარჩენების მართვის სფეროში, როგორც საერთაშორისო, ასევე საკანონმდებლო ადგილობრივ კანონმდებლობას გულისხმობს. დღევანდელი პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის,
იმიტომ რომ ეს საინტერესო თემა იყო. ანუ თემა არის მთელ საქართველოს ტერიტორიაზე, ისეთ სოფელში არის რომ ნაგვის ურნები არ არის და ეს ძალიან პრობლემა შექმნის ადამიანებს, რათა ჯანმრთელობას აზიანებს, ჯანმრთელობისათვის ძალიან საზიანოა, ასევე ჩვენთან სოფელში არ არის ნაგვის ურნები და ვიცი რომ 2015 წლის იანვარში შევიდა ეს კანონი შევიდა ჯარიმების შესახებ, ამიტომაც ადამიანები ყრიან ქუჩაში დაწვავენ ამ ნაგავს და ეს ძალიან ხეს უშლის დანარჩენ ადამიანებს და მირზოვკა ქუთლიარის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. გზის მოასფალტებასთან ერთად მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემების კეთილმოწყობაც. აღნიშნულ სიახლეს ადგილობრივები დადებითად აფასებენ, თუმცა ადგილობრივ ხელისუფლებას გზის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ქუჩაზე შემოფერხებელი ბარიერების კეთილმოწყობას თხოვენ. კი, აბარა. ეხლა შეიძლება კაიგზა იქნება. მომents უნდა რაღაცა უნდა გააკეთოს რომ ჩარო არ იყოს მაგას რა. კი, ეხლა იმიტომ რომ ეხლა აკეთებენ ეს ბავშვები აკეთებენ წყალი მოვა კარგად. ასფალტი ძალიან თუ აწიონ მაღლა, ეგ უკვე არ მოგწონს. ეხლა ამბობენ რომ უფრო მაღლა აიწევა. რაც უფრო მაღალი არის ასფალტი, მით უფრო სახლები დაბლა ჩადის რა. ჩვენ გვაწყობს რომ უფრო ასფალტი ეხლა რო არის არა დონე. მაგაზე უფრო დონე დაბალი იყოს. ჩვენ უფრო გვინდა რომ ბარიერებიც აშენდეს აქა, იმიტომ რომ მანქანები დადიან 150-200 კილომეტრა სიჩქარით დადიან მანქანები. არხი ახლა რა ვიცი, არხი ჩვენ სპანდი ნორმალური იყო. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ევრობანკის თანადაფინანსებით ახორციელებს. საერთო ჯამში დაიგება 21 კილომეტრის სიგრძის გზის საფარი. აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი გვესაუბრა. საერთოდ მირზოვკა ქუთლიარი წითელი ხიდის ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი გზა დაიგება მიმდინარე წელს 21 კილომეტრი. ამას ახორციელებს საგზაო დეპარტამენტი. ძირითადად მონაწილეობს ორი ფირმა. ნაწილი გზის კეთდება, ესე იგი, ევრობანკის დაფინანსებით და ეს არის დაახლოებით 4.700.000 ლარის ღირებულობის და იქნება 12 კილომეტრი ნახევარი. ხოლო 9 კილომეტრს აკეთებს ჩელიაბის დროი 3.400.000 ლარზეა ლაპარაკი, სტენდერში გამარჯვებულ თანხებზეა ლაპარაკი, რომელსაც აფინანსებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო. თანამონაწილეობით კეთდება აღნიშნული გზა, იქნება თანამედროვე ტიპის მოასფალტებული გზა და საერთო ჯამში დააკავშირებს მირზოვკა წერეთელს სამარნეულს ასევე წითელ ხიდთან. იყო მოიხსენება რომ გაუვალი გზა იყო და აკეთებს საგზაო დეპარტამენტი. ძირითადად ეს რესპუბლიკური დანიშნულების გზა არის და საგზაო დეპარტამენტი აკეთებს აღნიშნულ გზას. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადაუხადო რომ ჩვენს რაიონში ესეთი გრანდიოზული პროექტი ხორციელდება და მივესალმები ყოველთვის რამდენი ასეთი პროექტიც განხორციელდება. აქვე მინდა დავიწყო რომ გადაიწყო ალგეთის ხმათაღებული გზის თაზაკეთი აისკეთის გზის 6 კილომეტრიანი მონაკვეთი კეთდება მოსწორებით მოხრეშვით და გვიდებიან რომ საგზაო დეპარტამენტი იქნება გარკვეული ნაწილი მაინც ის საშუალებაც იქნება წელს რავაგოთ, რადგან მიმდინარე გზის მშენებლობა ჩასმული არის მომავალ წელს და წელსაც ის მოხერხება შეიძლება უბრალოდ მოსახლეობას შექმნას მინიმალური პირობები მაინც აღნიშნული განხორციელდება მიმდინარე წელს. საერთოდ რაიონში სადაც კი კეთდება გზა მიმდებარე ტერიტორიაზე აუცილებლად სანიაღვრეები გაუკეთდება. ეს გამომდინარეობს იქიდან რომ ცივილიზებულად თუ გვინდა თანამედროვე ტიპის გზა აუცილებლად უნდა ქონდეს სანიაღვრე რომ გზამ გაძლოს დიდხანს და მუშაობის ექსპლუატაციის ვადა ჰქონდეს უფრო ხანგრძლივი. თუ თქვენ მეუბნებით სანიაღვრე ახსნით ეს გზის მიმდებარედ იქნება ევრობანკის დაფინანსებით რომელიც ხორციელდება სტანდარტებში ზის პირდაპირ და აღნიშნული სტანდარტებით კეთდება მირზოვკა წერეთელი ქუთლიარის გზა. თავიდან ვფიქრობ რომ უნდა იქნეს ჩადებული
ჯერ თვით შეგდება ძალიან დაბალი არის მოსახლეობის რომ მაქსიმალურად დაიცვან მოძრაობის წესრიგი მოწყობილებზე ვლაპარაკობ ძირითადად აქ გადააჭარბონ დაშვებულ სიჩქარეს მით უმეტეს დასახლებულ პუნქტებში და გამომდინარე აქედან ჩდება მოთხოვნა უკვე რომ საზოგადოებრივი დაწესებულებების წინ განსაკუთრებით სკოლების და საბავშვო ბაღების და მიმდებარე ტერიტორიებზე გაკეთდეს შემოფერხებელი ბარიერები. ყველაზე მთავარი მაინც ისაა რომ დავიყვანოთ მოსახლეობათვის რომ ამაღლდეს მითი თვითშეგნების დონე რომ დაიცვან მოძრაობის წესრიგი და გადააჭარბონ სესწრაფეს. ფართომასშტაბიანი პროექტის დასრულება მიმდინარე წელსვე მოხდება. ჯანდარის საჯარო სკოლამ ნოვრუზის დღესასწაულის საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა. ნოვრუზ ბაირამი გაზაფხულის მოსვლასთან დაკავშირებით იმართება. ჯანდარის სკოლის მოსწავლეებმა დღესასწაული ლექსებით, სიმღერებით და ცეკვებით აღნიშნეს. ღონისძიებაზე სტუმრად იმყოფებოდნენ მარაბდის საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები. ისინი დღესასწაულის ტრადიციებს და ღონისძიების მსვლელობას თვალს ადევნებდნენ. დღესასწაული 20 მარტს იწყება და 24-მდე გრძელდება. საქართველოში ნოვრუზის დღესასწაული 2010 წლის 21 მარტს ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა და ყოველწლიურად საზეიმოდ აღინიშნება. ნოვრუზის დღესასწაული ყველა ადამიანს მიულოცო. უსურვო ჯანმრთელობა, ბედნიერება და გახარება. დღეს ჩვენი სკოლა ამ დღესასწაულს ღონისძიებით უერთდება. დღეს ჯანდარის საჯარო სკოლა ნოვრუზ ბაირამს ზეიმობს და ამ ღონისძიებით ვილოცავთ ყველას გაზაფხულის შემობრძანებას. ჩვენ ვართ მარაბდის საჯარო სკოლიდან. გვინდა ბავშვები დავამეგობროთ ერთმანეთს, აზერბაიჯანელი და ქართველი ბავშვები სკოლებით დავამეგობრდეთ და ეს არის პროექტი ევროკავშირთან ინტეგრაციის შესახებ, რომელშიც მინდა რომ ჩემმა მოსწავლეებმა მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და ერთმანეთის წესჩვეულებები უკეთ შეისწავლონ, ერთმანეთის ტრადიციები, კულტურა. 2015 წლის 14-15 მარტს საგარეჯოში ჩატარდა 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური ჩემპიონატის ლაშა შავდათუაშვილის სახელობის საქართველოს პირველობა ძიუდოში 2000-2001 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის. აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობა მიიღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის სპორტსმენებმა. სპორტის სახეობა ძიუდოში სპორტსმენებმა 2 პირველი და 1 მესამე ადგილი აიღეს. პირველი ადგილები ლუკა კაპანაძემ და ლაშა ონიანმა, ხოლო მესამე ადგილი ბექა წიფიანმა დაიკავა. ასევე 9-13 მარტს გურჯაანში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი კრივში 1999-2000 წლებში დაბადებულთა შორის გაიმართა, სადაც მარნეულელმა ოთარ ნავერიანმა პირველი, ხოლო ალეკო ფანგანმა მესამე ადგილი დაიკავა. გასული კვირა ჩვენი მუნიციპალიტეტის სპორტსმენებისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ქალაქ საგარეჯოში 14-15 მარტს ჩატარდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი უმცროს ასაკში 2001 წელს დაბადებულ ჭაბუკ ძიუდოისტებს შორის, სადაც ჩვენი რაიონის ძიუდოისტებმა ლუკა კაპანაძემ და ლაშა ონიანმა დაიკავეს პირველი ადგილები და ბექა წიფიანი გახდა მესამე ადგილის მფლობელი. ასევე ამა წლის 9-13 მარტს ქალაქ გურჯაანში ჩატარდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი კრივში 99-2000 წელს დაბადებულ ჭაბუკებს შორის, სადაც ჩვენი რაიონის წარმომადგენელი ოთარ ნავერიანი გახდა საქართველოს ჩემპიონი და იგი მონაწილეობას მიიღებს ახლო მომავალში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე აღნიშნულ ასაკებში. მე ვიყავი საგარეჯოში, სადაც დავიკავე პირველი ადგილი, ვიჭიდავე 5 შეხვედრა და მე მოწინააღმდეგე და გავამარცხე. ამით ძალიან კმაყოფილი ვარ და მიხარია. ქალაქ გურჯაანში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი, სადაც ჩემი უამრავი ვარჯიშისგან მივაღწიე ჩემ დასახულ მიზანს. ხო და გავხდი საქართველოს ჩემპიონი 50 კილოგრამ წონით კატეგორიაში, დავიკავე პირველი ადგილი. რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩემ ტრენერებს ზურაბ მუშკუდიანს, დავით ნავერიანს იმისთვის, რომ მათ დიდი საქმე ჩადეს ამ ჩემს ვარჯიშში, რომ მე გამემარჯვებინა და პირველობა ჩამომეტანებინა აქ მარნეულში და ასევე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო
მამუკა ნავერიანს ესეთი დიდი ყურადღებისთვის მადლობა მათ 4 შეხვედრა ჩავატარე და ცოტა არ იყოს ფინალი გამიჭირდა მაგრამ მაინც გავიმარჯვეთ